მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. მზია ამაღლობლის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ, რომ შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდაღუების საქმის წარმოება. ადვოკატების მტკიცებით პოლიციამ ამ საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია მოახდინა. მზია ამაღლობის ინტერესების დამცველებმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამაღლობლის საჩივარს. იურისტები საქართველოს გენერალურ პროკურორსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ, რომლებმაც სამსახურეობრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს. რაც საგანგაშოა, ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერები, რომელიც თავის მხრივ არ ასახავდა საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებს. კერძოდ, ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა იმ დასაბუთებით, რომ თითქოს ეს ჩანაწერები ადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ თავად ეს ჩანაწერები გადაღებული იყო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ. სინამდვილეში პოლიციამ მოახდინა მტკიცებულებებით მანიპულირება და სასამართლოში წარადგინა ვიდეოები, რაც ასახავს ლაშა გაბაიძის დაკავებას. ეს გახლავთ ყველაზე ბოლო დაკავებული, რომელიც დააკავეს რამდენიმე წამით ადრე თავად მზია სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე და ასახავს ამ დროს წარმოქმნილ ჭყლეტას, ანუ დააკავეს ჯერ ერთი გაბაიძე და მერე პოლიცია ეჭიდავება მეორე ძმა გაბაიძეს და ოფიციალურად დოკუმენტურადაც ლაშა გაბაიძის დაკავება განხორციელდა ღამის 00 საათსა და 45 წუთზე. ხოლო მზიას ადმინისტრაციული დაკავება მოხდა, როგორც გითხარით, 22 საათსა და 58 წუთზე, დაახლოებით 2 საათით ადრე, ვიდრე მოხდებოდა ამ გაბაიძის დაკავება. ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართა ანსამბლ ერისიონის სოლო კონცერტი. ხიეცის ქვეშ გამართული საღამო გამორჩეული ლოტბარის საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს მიეწყვა. ერისიონი მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული შოუ პროგრამით ქართული საგანძური წარსდგა, რომელიც მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული შემოქმედების გამორჩეულ ნიმუშებს. ღონისძიებას რიგით ოზურგეთელებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ეს მართლაც ესეთი ძალიან ღირსშესანიშნავი დღე იყო ოზურგეთში, იმიტომ რომ ბატონი ჯემალ ჭკუასელის იუბილე გახდა 90 წლის თავი და მის მშობლიურ კუთხეში გავმართეთ კონცერტი, რასაც დიდი აღფრთოვანება მოყვა მაყურებლისთვის იქილეთ ალბათ და ეს არის პირველი ღონისძიება, რომელიც გაიმართა და მართლაც უპრიანია, რომ აქედან დაიწყო ბატონი ჯემალის რამდენიმე ღონისძიება მისი იუბილის მიმართ და დავიწყეთ ოზურგეთიდან და უბრალოდ იმ კუთხიდან, რომელიც მას ძალიან უყვარდა, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ეს იყო ალე სასიამოვნო საღამო. მართლაც სიმბოლურია, რომ ჯემალ ჭკუასელის ქალაქში ჩატარდა ეს კონცერტი და ძალიან სასიხარულო, რომ განსაკუთრებით ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაესწრო ამ კონცერტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ტრადიციული ხელოვნება ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში და ძალიან სასიხარულოა, რომ ისეთი უდიდესი ლოტბარის და დიდი მუსიკოსის, როგორც გახდათ ჯემალ ჭკუასელი, მისი გაკეთებული საქმე უკვდავია და სწორედ ანსამბლ ერისიონი გახლავთ მისი, ასე ვთქვათ, გაკეთებული საქმის ერთ-ერთი მთავარი გვირგვინი, ადამიანი, რომელსაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციაში, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მე მოხარული ვარ, რომ ანსამბლი ერისიონი ესეთივე წარმატებით, ესეთივე
ასე ვთქვათ, სიდიადით აგრძელებს ამ გაკეთებულ საქმეს, ამ დაწყებულ საქმეს. უდიდესი პატივი იყო ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი დღე, რომელიც ესე სიმბოლურად ბატონი ჯემალის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა მისივე მშობლიურ მიწაზე და ძალიან ბედნიერები ვიყავით ყველანი, რომ ეს დღე ჩატარდა, ესე შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდმა არ შეგვიწყო ხელი, უზარმაზარი და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო უზურგეთის ცხოვრებლებს და არა მხოლოდ ვიცი რომ აქ ძალიან ბევრი სოფლიდან და ქალაქიდან არის ხალხი ჩამოსული და ამ წვიმაში იდგნენ და გვიყურებდნენ და ძალიან ამაღელვებელი იყო თითოეული ჩვენგანისთვის ეს დღე. მადლობა ამისთვის ყველას. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლთან ერთად მიეთეთ აღნიშნა ოჯახის სიწმინდის დღე. ეს დღე აღნიშნა ოზურგეთშიც. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობას სამხარეო და ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირებთან, მოქალაქეებთან, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. საპატრიარქომ 17 მაისს ეს დატვირთვა 2014 წელს შესძინა. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის, გასაღების მცდელობის და ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით 5 პირი. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 173 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი განყოფილების მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 33 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. მათმა ნაწილმა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვა. ნაწილი კი იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საქართველოდან გაძევებული იქნა ინდოეთის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, პაკისტანის, ჩინეთის, ირანის, ბანგლადეშის, ერაყის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის მოქალაქეები. ჯამში 33 მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.